ძალიან მომწონს თქვენი წყვილი. ჩვეულებრივი ბავშვები ვართ ხოლმე სახლში, არა მარტო სახლში გარეთაც. ვინ არის ეს ბიჭი, რათა ჩამომაგდა სცენიდან? ულვაშები. გოგო, ეს არიცი, ვინ არის? ლაუდსპიკერსის სოლისტია. დღემდე მგონია რომ რაღაცას იგონი. აქვე ბოდიში უნდა ვუთხრათ მამას, მაგრამ ყველა ლაუდაძეთი იცნობს. ყველას გირჩევთ მამაკაცებო დარეცხეთ სახლში ჭურჭელი. ყველას უნდა ყავდეს ლევანისნაირი მეგობარი, იმიტომ რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი მეგობრებისთვის. და მე კაითად, კარგი. ხო, გააკეთე რა. ერთი სიამოვნება არის მართლა, როდესაც იმ ადამიანთან ერთად იღვიძებ და იძინებ, ვინც გიყვარს. გავიღვიძეთ. გაიღვიძეთ. როდესაც იდეა მოდის, ხამე ვერ ვიძინებ. ლევანს არ უნდა და არჩევნზე წასვლა გავიგებ. და რას თქვია? ზოგადად განახლებულ ცხოვრებაში არავინ და არაფერი არ არის. კოცებო, იმასაც ვერ ხვდებით კომპრომატი რა არის. ფრედი მერკურიო რო ეძახით. მოდი შენ დაიწყე. მე დავიწყო. და როგორ თათამ ჩემში შემოიტანა ფერები. ყველა მხრივ სანდო ადამიანი მყავს გვერდით. ძალიან გული ამიჭუყდა, რა გინდათ ჩემგანი. გამარჯობა, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მისმინეს. ეს არის გადაცემა ვიკასთან, სანამ წარვადგენ ჩვენს სტუმრებს, გადასარევ ხალხს, მინდა გთხოვოთ, რა თქმა უნდა, რომ გამოგვიწეროთ, დააკომენტაროთ, იაქტიუროთ. ალგორითმი ასე მუშაობს, მეგობრებო, თქვენ რაც უფრო აქტიურები იქნებით, მით უფრო მეტი ადამიანი ნახავს ჩვენს გადაცემებს, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ჩვენს გადაცემებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტხანს ვიქნებით. დაუჭერეთ მხარი ჩვენს მედიას თქვენი აქტიურობით და წარმოგიდგენთ სრულიად გადასარევ სტუმრებს. არაჩვეულებრივ წყვილს, თათა ჩიკვილაძეს და ლევან ლაუდაძეს. გამარჯობა. გამარჯობა. ტაში გვინდა, ტაში. როგორ ხართ აბა? კარგად. და ძალიან გვეხარია, რომ შენთან ვარ სტუმრად. და თქვენს მაყურებელს ჩვენც ვეთქვით, რომ გამოიწერეთ მისმინე და ხარი დაუჭირეთ მედიას. ძალიან მომწონს თქვენი წყვილი. აი, ქებადიდებით უნდა. და სხვათა შორის, როცა წეღან საუბრობდით იმაზე, რომ თათამ იხუმრა, რომ მეც ლაუდაძე უნდა გავხდეო. ხო და მე ვუპასუხე, რომ რატომაც არა, თუ ლევანი გახდა ლაუდაძე, ცხვარაძე გახდა ლაუდაძე, რატომაც შეიძლება რომ ჩიკვილაძეც გახდეს ლაუდაძე. ხო, ეს რთული ამბავია. თათა შენ ამბავია. ქმრის გვარზე კი არ გადადიხარ, გვარზე გადადიხარ, რომელზეც შენი ქმარი გადავიდა. კი, აი რაღაცა ეგრე მაგრამ გამოდის. რომელიც ასევე აბოლომდე არ გადასულა. ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშის გაწევის მიზნით მამა გამორჩა. ეხლა მაინტერესებს ეგ ამბავი, რატომ გახდა ცხვარაძე ლაუდაძე და მოგვიყევი როგორ მოხდა ეს ამბავი? სხვათა შორის საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ამ ამბავს. როდესაც Facebook-ზე ვრეგისტრირდებოდი 2000 რომელ წელს, 9 წელს, მე მგონი თუ 10 წელს, 10 წელს უფრო სწორად, ცხვარაძე არ მიიღო Facebook-მა. ვერ გაიგო რა ხდებოდა? რა გვარია. არ იყო დახვეწილი ეგეთი მაშინ. და შენ მეგობარი მეხმარებოდა. ნამეტანი. ხო, ანუ ძალიან Zuckerberg ალბათ და მეგობარი მეხმარებოდა და შემდეგ მოდი ლაუდაძე დავწეროთ, ანუ მისი იდეა იყო ჯგუფის სახლიდან გამომდინარე, ლაუდსპიკერსიდან გამომდინარე, ანუ ლაუდძე მიემატა და გახდა ქართული გვარი და ლაუდაძე მიიღო. შემდეგ რაღაცა ფსევდონიმად არ განვიხილავდი არასდროს რაღაც სასცენო გვარად. მაგრამ აი ბოლო ალბათ 7-8 წელი არის უფრო აქტიურად და ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება. მე მგონი უხდება. აქვე ბოდიში უნდა ვუთხრათ მამას, მაგრამ ყველა ლაუდაძეთი იცნობს. არა, მე მამას დავპირდი, რომ ოფიციალურად არ შევიცვლი გვარს ასე. მომიყევით გაჭედა მამამ. იცი რა არის, აი თითქოს აი რო ვერ გძნობ ისე ძალიან რო ეწყინა, მაგრამ აი გახედვაში რო ცოტა რაღაცა ლაუდაძე რა გინდოდა. რა ჭირდა ჩვენ გვარს გადასაკეთება. მაგრამ ეხლა თვითონაც ხო უკვე ისე მიეჩვია, რომ შეიძლება თვითონაც ლაუდაძეზე გადავიდე. მე ძალიან კარგად მესმის შენ. სხვათა შორის მე რო გავხდი ბურატინოვა, ადრე ბურატინოვა ვიყავი, მე უკრაინის ომი დაიწყო და გამიტყდა და ბურატინჩენკო გავხდი. და ჩემი დაიყო ერთი პერიოდი მარმელადოვა Facebook-ზე და მამა ჩემი იყო შოკში, რომ ეს ხომ მშვიდობა არისო, რა გჭირსო თქვენ, ასე რომ ეს მესმის. რაღაცა ხო დადიო და ძალიან დაბნეული თათა. შენი გვარის ისტორია უნდა კითხო წესით. აუ, სხვათა შორის აქ დავამატე ძალიან
სანამ ბოდიში სანამ გადავალთ თათას გვარის ისტორიაზე, რომელიც არის რაჭული, მე ყოველთვის სანამ თათას გავიცნობდი, მაშინაც ვამბობდი, რომ სადაური გვარია ლაუდაძე, ანუ ყველას გონია, რომ ლაუდაძე ნამდვილი ქართული გვარია და სადაურია, მეთქი რაჭული გვარი არის რა და შემდეგ შემხდა რაჭული. ლაუდაძეები რაჭველები არიან, კაცო. და მე ვასწავლე, რომ როგორ უნდა ეთქვა ჩემი სოფლის სახელი, რომ სოფელი ჭალა, იქვე ახლოს არის. მე უფრო კონკრეტულად და მე უფრო დამაბნეველი იყო ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ახალ გვარს ჩაუყაროთ საფუძველი. რომელიც იქნება ყოველთვის ოპოზიცია, ხმამაღლად მოსაუბრე და რაღაცა ეგეთი დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ანუ ლაუდ ადამიანი რო იყო. და ცალკე დასახლება შეუქმნით, სადაც ყველა ყვირით. ყვირილით ვილაპარაკეთ სულ. მე მგონი ახლა ჩიკვილაძეების რევოლუციას მივიღებთ ჩვენ. შემოგ ბევრი ჩიკვილაძე, აქტიურად ჩიკვილაძება. თუ თქვენ დაწერთ კომენტარებში თქვენს მოსაზრებებს, მე მზად ვარ, რომ აქტიურად ხოთაშორის ბოტები რო გწერენ, სულ მინდა მადლობა ვუთხრა მათ, იმიტომ რომ იმდენად დიდი კონტრიბუცია მათი ჩვენი ვიდეოების გავრცელების. ბენდის გვერდსაც გამოგვიცდია ეს და ხო, კი, მიგვიშვია ეს. ისე გაქვთ ის აი ღელვარება, ნერვიულობა, თათა რასთან დაკავშირებით? აი მაგალითად რაღაცებს რო იწერებიან სულ რაღაცებს, ეს რაღაცა ავიქალები და კაცები. არა, აი ერთი პერიოდი იყო, მეგონი 1-2 წლის წინ ლევანი გახდა უცბად ძალიან ესეთი აქტიურად იხსენიებდნენ როგორც fake Freddie Mercury-ს. და ეს ამოვიდა, მე შევუწყე ხელი მე მგონი ამის გავრცელებას. ნუ ერთ-ერთ კომენტარში, რა თქმა უნდა როგორც ოპოზიციურად განწყობილი სტატუსები აქვს ხოლმე, იქ ბოტების შემოსევრეცაც იყო, ერთ-ერთმა ჩააგდო ეს fake Freddie Mercury-ს ფოტო, რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა. ახალი დაწყებული იყო ეს უცხოეთი აქციები. და ძალიან გამეცინა ამაზე და დავდე სტორიზე და აი ესე გადაზიარდა ყველგან და ყველა მიმდენად აიტაცა, რომ მე ყველა fake Freddie Mercury-ს ეძახდა. ჩემი ხელშეწყობით. და ეს fake Freddie Mercury არ და ესე გონათ რომ მე შეურაცხყოფილი. აი წარმოუდგენელია. მოდი მე ვიტყვი თქვენ არ თქვათ, ეხლა გამახსენდა რამდენიმე კოცი მუსიკოსი, fake Philip Kirkorov-ს არ ჯობია fake Freddie Mercury. აი რაღაცა. სხვა შორის მეც მწერენ ხოლმე რომ რას გავხარო. ანუ მანანას ფილტრს რო ვიდებ და იმიტომ ვიდებ რომ ეგ რას გავდე. ანუ არ თავიდან ალბათ უფრო იყო რა, მაგრამ მე მივხვდით რომ უბრალოდ აი რაზე უნდა გაბრაზდე. Freddie Mercury ჯერ ერთი რომ ყველაზე კარგი რაღაცას გოც გაუკეთებია. ანუ ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ და მე მგონი არც უნდა აკეთო რა. ყველას მოეწონო, ანუ ალბათ რა ვიცი, ძალიან ფეიქობა არის ზუსტად ეგ. ხო და რავია, წერონ კაცო, ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კარგი არის, მაგრამ ეს ეხლა ალბათ ბენდის გვერდს უფრო ვაქცევთ ყურადღებას, ვინც აი ძალიან ფილ სიტყვაობებს წერს და რაღაცა ის იმას შვლით, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა ეხლა ხალხმა უბრალოდ ეგეთი კომენტარები იკითხოს თორემ. ვითომ რადგან ლევანი არ ნერვიულობს და იცის უკვე რასთან გვაქვს საქმე და არავის აღარ გვიყვირს, რატო იწერება მსგავსი კომენტარები, ამიტომაც რაღაც პირიქით უფრო მარტივად აღვქვათ ხოლმე. სანერვიულო სხვა გვაქვს და არა ბოტების კომენტარები. სხვათა შორის ბოტების ამბავი მე მგონი ის წარმავალი ის არის კულტურა უკვე ხო ჩვენთან, იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი არ გაამართლა სათანადოდ და მართალი ხარ შენ. გადინებადი არის უკვე ჩემი აზრით. გავაცილოთ. ყველა იხდიან ფულს ამ ბოტებში. ერთი გრამატიკული გინება არ მინახავს ხალხნო. თან რანაირი ხალხია. მაგრამ ყოველად რატო აქტიურებენ ლევონის მუსიკასაც, თქვენს პოსტებს გადაცემას, რომ რაღაცა საქმე მაინც აქვთ. ეხლა მომიყევით თქვენ როგორ გაიცანეთ ერთმანეთს. მოდი შენ დაიწყე. მე თათა დაიწყე. მე და ლევანი ცოტა ისე უცნაურად, უბრალოდ ერთმანეთს ვამჩნევდით ხოლმე, ისეთ დროს, როცა მაგალითად ლევანი მე მხედავდა, მე ვერ ვხედავდი, ან მე როცა ლევანს ვხედავდი ესეთ თავშეყრის ადგილებში, სხვადასხვა ღონისძიებაზე ან კონცერტებს და მე რაღაცნაირად უცბად დაემთხვა ერთმანეთთან შეხვედრა, მაგრამ ეგ არ ახსოვს ლევანს ჩვენი შეხვედრაც კი. როდესაც ერთ-ერთ კარაოკე კლუბში დავდიოდით, ადრე იყო, ეს აღარ არსებობს დღეს. მე მგონი ვხვდები როკ კლუბი იყო რუსთაველზე. კი, 1-2 იყო. ხო, 1-2 იყო მაშინ. ალბათ 14-15 ხო და მან მღეროდი Killers-ის ერთ-ერთ სიმღერას, რა დროსაც მეორე მიკროფონიდან ამობრძანდა ლევანი და გადაფარა ჩემი ხმა. მაგრამ ძალიან გამაბრაზა. დღემდე მგონია რომ რაღაცას იგონებს.
მართლა. უფრო ისეთი ისტორია რო იყო. ანუ აი ეს როგორ შეიძლება არ გახსოვდეს? აი როგორ მახსოვს, ნუ არასდროს რო არ დამოვიწყდება, ძალიან დამამახსოვრდა თავისთავად, რომ გაბრაზებული ჩამოვედი ჩემს მეგობრებთან, რომ ვინ არის ეს ბიჭი? შენ იყავ რაღაც გინება მომისმა. ვინ არის ეს ბიჭი, რატო ჩამომაგდა სცენიდან და რაღაცა მე მეც გოგო ეს არიცი, ვინ არის? ლაუდსპიკერსის სოლისტია და რაღაცა. მე გაბრაზებულზე დავამატე Facebook-ზე. ხო, თუმცა რა უცნაურია, ხო? და ნუ აქედან რაღაც უბრალოდ პოსტებს ხედავდი ხოლმე, რასაც აზიარებდა და ეს იყო რამდენი წლის წინ? რამდენი წელი 2000 ჩვენ 10 წელი სავარაუდოდ გახდება, 10 წლის წინ იქნება, ალბათ რაც Facebook-ზე დავუმეგობრდით 10 წელი იქნება. და შემოდგომაზე გახდება 10 წელი, რაც ერთად ხარ. ურთიერთობა დავიწყეთ. ლევან, ეხა შენ გავცელე. შენ რა გახსოვს ის გითხრა? ხო, შემდეგ ანუ სანამ მივწერდი, და ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება დამატება იყო პირველი ნაბიჯი, არ ვიცი, ან მოწერა. Open Year-ზე ვნახე 2016 წელს, უკვე როცა კიდევ ერთხელ გავიხსენე, რომ ეს ის გოგოა, რომელსაც აქამდეც ხედავდი და დამამახსოვრდა. და შემდეგ უკვე აგვისტოში გადავწყვიტე, რომ იმეწერა და პირველი სიტყვა იყო bonjour. აი ზუსტად ეგ უნდა ყოფილიყო პირველი სიტყვა. აი ლევანს რო უყურებ, ეს ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, როკ მომღერალი, აი ესეთი რაღაცნაირი პედანტი ადამიანის თავბეჭდილებას სტავებს. სუპერ მოწესრიგებული, ტყვიას ვაჯერს, როგორც ჩემი ბებია იყო. ხო და აი bonjour არის ის სიტყვა, რომელიც შენ უნდა მიგეწერა. ხო, ესე იგი ეს სიტყვა ჩავაჯინე ეგრევე. და გამოდგა. შენ რა უპასუხე? რას პასუხობენ მაგ? ვი? თუ რავი, სხვათა შორის თათამ რომ მიპასუხა, იმდენად კარგი დამოკიდებულებით მიპასუხა და როგორც მე გავიგე თურმე მან გაუშვა კოსმოსში კარგი ენერგიები რომ მე მიმეწერა მისთვის, იმიტომ რომ მე არასდროს არ მივწერო ამასო. და ესე ხდებოდა ხოლმე და მიყურებს რაღაცა. მეცა თავში ეს ენერგიები მომხვდა თავში. ის რა ქვია მივწერე და ანუ შეიძლება ითქვას რომ აი ეგრევე აეწყო საუბარიც და უკვე აი ვიცოდით რომ რაღაცა შეხვედრა უნდა დაგეგმილიყო და შემდეგ მე რა შევხვდით ერთმანეთს. მე რაღაცა მოხდა ის რომ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს რაღაცა მომიწია საჭმის გაკეთება. ეგრევე და ეგრევე საჭმლის ეგრევე დავიწყო საჭმლის გაკეთება. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულინარია, ამიტომ ეს პირიქით ჩვენთვის რაღაც ძალიან როლები გადანაწილებული გაქვთ. არა მარტო კულინარიაში, სახლის საქმეებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთმანეთს თანაც ცხოვრობთ ხო და ხო ანუ მარტო როცა ცხოვრობ ადამიანი თავს ხო უვლი და რა განსხვავება როცა ადამიანთან ერთად ცხოვრობ ხო იგივენაირად უნდა მოუვარო შენს თავსაც, მასაც, სახლსაც და ასე შემდეგ. ნუ მოდი თქვათ რა, ანუ ლევანი რაც ხავს სახლში ჭურჭელს ყოველთვის. ეს არის ჩემი რაღაცა. მე სხვა რაღაცებს დავუძინე. ძალიან გული ამიტომ და რა თქმა უნდა ჩემ გაით. გესმით ხო? ხა და მე რა იყო რომ ეს რაღაც ხო გვაქვს გადანაწილებული სახლის საქმეები და ნუ მე უფრო ისეთ რთულ რაღაცებს და იატაკის მოწმენდა და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ გადანაწილებული გაქვს. და ერთ დღეს ხედავ fake Freddie Mercury-ვით იატაკს როგორ ასტუმკა. კი. უნდა იმღერა ალბათ. ჩემი აზრით მას უნდა უპასუხო პროპაგანდას. ერთი კარგი rilsით ახატავდა ამ ამბობს თქვენი საოჯახო საქმეს შენ ბარემ იყავი ბოლომდე სახშიც Freddie Mercury. კი, სხვათა შორის იმდენად დიდი თერაპია არის განსაკუთრებით ჭურჭლის რეცხვა. რო ყველას გირჩევთ მამაკაცებო დარეცხეთ სახლში ჭურჭელი, იმიტომ რომ ხო არ ვიცი ეს არის აი ესე იგი ცუდი ემოციებისგან იცლები და პირიქით ანუ სხვა შორის ეგეთი კვლევაა რომ ზოგისთვის თერაპიულია მართლა ჭურჭლის რეცხვა. აი მე ლევანს რო უყურებ რაღაც გონია რომ აი ძალიან რაღაცნაირი აი ეს ჭურჭლის რეცხვაც წარმოდგენილი. არ გაგიკვირდა. კი აი ერთი ეგ ვერ წარმომიდგენი ხარ სპორტულებში რაღაც მოჩაჩული. აი სულ გონია რომ სახშიც აი მოწესრიგებული. ხათა შორის მეც ვერ წარმომედგინა მასე ჩემი თავი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია უფრო თავისუფალი სტილი შემოვიტანე. ჩემს ყოველდღიურობაში და თათას დამსახურება არის ეს. მე ჩავარჩი სპორტულები. რა არის ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობის მთავარი საიდუმლო? ძალიან ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც მინდა რომ გკითხოთ თათა ეს ხანგრძლივობა რაზეა მაინც დამოკიდებული ორ ადამიანის შორის ურთიერთობის? თქვი ბატონო ლევან. თავარი
თავი არის კომფორტზე დამოკიდებულება. ანუ კომფორტში გულისხმობ, რომ იმ ადამიანთან ყოფნა, როდესაც გიყვარს, დაძინება გაგვიძება, ჩუმად ყოფნა, არაფრის კეთება, ან ისეთი რაღაცების კეთება, რაც სხვისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, მაგალითად ჩვენ ვართ, აი, რაც შეიძლება ასევე არ წარმოგიდგენიათ და სულ პიჯაკით ვარ. ანუ ჩვეულებრივი ბავშვები ვართ ხოლმე სახლში, არა მარტო სახლში, გარეთაც, ანუ გვაქვს ჩვენი ენა ფაქტიურად, რითიც ურთიერთობ. და აი ეს ქმნის იმ უბრალოებას, რაც დღემდე გვიყვარს ძალიან. ამასთან ერთად დავამატებ, რომ აუცილებელი ამბავი არის, რომ აი ეს კამათები, ჩხუბები, რაც ყოფილა პრობლემების გადალახვა, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორ გადალახავ, როგორ აგვარებ, რა ის თვალისწინებ შემდეგ. მე მგონია, რომ ჩვენმა მეგობარმა სხვათა შორის აჩო ზამბახიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა და ძალიან დავამახსოვრდა, რომ ურთიერთობა არის რაღაც მხრივ მოთმინება. მოთმინება არა რაღაცა ძალადობის და ასე შემდეგ, მაგრამ მოთმინება ვთქვათ წყენის. მოთმინება იმისი, რისი გადალახვაც შესაძლებელი არის რა, იმიტომ რომ თუ საყვარელმა ადამიანებმა არ გავაკეთეთ ეს, მაშინ ნებისმიერი ურთიერთობა განწირული არის კრახისთვის. არა მარტო სასიყვარულო ურთიერთობა, არამედ არის მეგობრული, ოჯახის ურთიერთობები და ასე შემდეგ. მე ვხედავ მეგობრებს ახლა თქვენო გიყურებთ, გონია რომ ძალიან კაი მეგობრები ხართ და თათა. ესეა, ნამდვილად. ამაზე ვმუშაობთ დღესაც, იმიტომ რომ ხო, რაღაც უწყვეტი რეჟიმია თქოს. ალბათ ეს მოაქვს ეტაპობრივად ბოლომდე გახსნილობას რა. ისეთი რაღაცების გაზიარებას, რასაც სხვას არ ეტყოდი. და აი საკუთარ თავთანაც რო ისე შეიძლება ვერ აღიარებ. მგონია რომ როდესაც ამას ამბობ და უზიარებ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრობ და გიყვარს, ხო, ეს ქმნის მეგობრობას რა. და ის ერთნაირი ტიპაჟები ხარ? არა, პირიქით. არა, რაღაცებში ვართ ერთნაირი თავისთავად, იმიტომ რომ მაინც ხო ყველა სათავისო მეგობრებს ან ურთიერთობას ირჩევს, რომ რაღაც კავშირი ქონდეთ მათ საერთო. მაგრამ ის განსხვავებები, რაც არის ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის, ან შემავსებელს რო ეძახიან ხოლმე ერთმანეთის ურთიერთობაში, და ანუ ეს ქმნის მერე ჰარმონიას. ну თავისთავად არის ხოლმე რაღაცა კამათები ჩხუბებს ჩვეულებრივი ამბავია და პირიქით ეს ხო ანუ ეს არ არის რომ მაგალითად არ უნდა იკამათო და ჩვენ ერთნაირები ვართ და საერთოდ არ უნდა იყოს რაღაცა სხვა აზრი ანუ ეს ძალიან მოსაწყენი იქნება და პირიქით ერთმანეთს ზრდით რაღაცებს ვეკამათებით ვეჩხუბებით ლაუდსპიკერის არაოფიციალური მენეჯერი ვარ ხოლმე ზოგჯერ და იმასთანაც გადავდივარ რა უნდა გააკეთო და აუ ზოგჯერ კი აი ზოგჯერ იმაშობა ხოლმე თავისი იდეებით და იმითი მაწუხებს. ოღონდ მე რო ხვდები, რომ ბიძგიც არის რა, მიდი გააკეთე, მიდი იმას დაურეკე, ის ქენი, იმას უთხარი და მე აუ კაითათა. კარგი და მე რო ხვდები, რომ ეს კაი მარტო კაითათა და უბრალოდ თავისით მოვა რაღაცები ეგრე არ არის და მე აი ასეთი რაღაცების შემდეგ უფრო აფასებ რა. შეიძლება იმ მომენტში ტვინი გამებუხოს პირდაპირ ვიტყვი, აი ძალიან შევწუხდე, მაგრამ მე რო ვფიქრდები, მე მჩვევია ეს მინუსი მაქვს, რომ აი ცოტა ზარმაცი ვარ რაღაცების გაკეთებაში. აი მაგალითად მოდი ხვალ გავაკეთოთ რაღაც. ადრე კიდე უფრო ის ვიყავი, აი გადადება საქმეების და მე რო ხვდები, რომ ან მხოლოდ ჩემს თავს ვაზიანებ, მაგრამ ამავდროულად თუ რაღაცა სახლის საქმეების გადადება არის, მარტო ჩემს თავს არ, ან ჩვენ ერთად ვზიანდებით და ამიტომაც ხო, როდესაც მე ვაკეთებ ამას თავს გაცილებით უკეთ გრძნობ და მე რო ხვდები, რომ ლევან, რა გჭირს. თურმე რა სწორს ვეუბნებოდი. ხო რა სწორს ეუბნები. ხა და ეს არის რომ დისკომფორტის შექმნა, ანუ არ არის რომ მაგალითად ყველაფერი ის უთხრა რაც ლევანს უნდა. ანუ ზოგჯერ ის უნდა ვუთხრა რაც სწორი არის ჩემთვის კი, რა ზოგადად რო ვიცი რომ აი კარგი რო გინდა ადამიანისთვის და ეს რო არ გასვენებს რომ შეგიძლია რა რაღაცა კარგისკენ წაიყვანო და რო ვატყობ რომ ცოტა შენი დახმარება სჭირდება. ანუ მე რა თქმა უნდა ალბათ ჯობია ის უთხრა ის იმ რაც ეს სიამოვნება გასაგებია, მაგრამ რაც არ ეს სიამოვნება, ალბათ ეგეც უნდა უთხრა რა. გულწრფელობა არის მნიშვნელოვანი? კი, ძალიან. აუცილებლად. და პატივისცემა. გულწრფელობა და პატივისცემა. პატივისცემა და ზრუნველობა. ზრუნველობა. თათა, ამ ორი სიტყვით ამიხწერე ლევანი. აი რაღაც არ ვიცი, მეგობრების დღიურში რო იყო ხოლმე რაღაც კითხვა, რომ აღწერე ჩემი თავი. ლევანი რო ყოფილიყო ამ მეგობრობის დღიურის პატრონი შენას ჩაწერდი. ორი სიტყვა ცოტაა. კი ბატონო, იყოს კაცო რამდენიმე სიტყვა. აი, ლევანი ტიპიური სასიძოს ის რო ახლა რაღაც რო შეხედავ, აი ეგეთი არის მართლა. რეალურადაც, ანუ ძალიან კარგი მეუღლეა. ძალიან კარგი შეყვარებულია.
საიმედო მეგობარია, აი ესეთი მეგობარია, რომელიც მე მგონია რომ ყველას უნდა ყავდეს ლევანისნაირი მეგობარი, იმიტომ რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი მეგობრებისთვის და ეს მე ძალიან მაბედნიერებს, რომ ესეთი არის, იმიტომ რომ ყველა მხრივ სანდო ადამიანი მყავს გვერდით, რომელსაც შემიძლია რომ ვანდო ჩემი თავიდან ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, რასაკითხებიც მე მეხება. ამიტომ რაღაცა ესეთია. გირჩევთ რა ლევანს ამეგობროთ. დედა, ლევან, ახლა შენ უნდა აღწერო და ისე უნდა აღწერო, რომ არ უნდა ჩამოუვარდე თათას. თათასი მნიშვნელოვანი. ყოველთვის ფიქრობდი, ყველას უნდა რაღაცა იდეალური ადამიანი თავის გვერდით, ხო? და ხო, თათაზე შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური არის ყველანაირად, ზუსტად თავისი თქვათ იმ თვისებებით, რაც შეიძლება მე არ მომწონდეს, ან თვითონაც არ მოწონდეს, ამ ყველაფრით არის იდეალური და ხო, ჩვენ ერთად რომ მღერით სიმღერას We Are One, იქ არის Love's growing fast and love is you. ხო, ეგ არის რა. ანუ აი ერთი სიამოვნება არის მართლა, როდესაც იმ ადამიანთან ერთად იღვიძებ და იძინებ, ვინც გიყვარს. ანუ ეს რო არ გწყინდება ამდენი წლის განმავლობაში. ანუ ეგ არის რა, ანუ დეტალებში არის მართლა სიყვარული, არ არის სიყვარული რაღაცა არ ვიცი, ჩრდილოეთის ციანი ან რაღაცა. დეტალებში არის სიყვარული, აი, არ ვიცი, რამდენადაც არამიწიერია, იმდენად მიწიერი არის რა. აი, ხო, უბრალოდ კომფორტულად ყოფნა არის სიყვარული, უბრალოდ დაძინება, გაღვიძება არის სიყვარული. ვახშმის ერთად მომზადება არის სიყვარული, უბრალოდ ფეხისიარული არის სიყვარული. და ხო. რა კარგია. 10 წლის შემდეგ წარმოგიდგენიათ თქვენი ოჯახი და როგორ წარმოგიდგენიათ? აი რა იქნება 10 წლის შემდეგ? სად ხართ, რა შვებით, როგორ ხართ? ვისურვებ და წარმოგვიდგენია 10 წლის შემდეგ ბავშვებთან ერთად უკვე. ლაუდაძეებთან. ლაუდაძე. ხო, წარმოგვიდგენია. ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილი? ვისურვებ. გახდეთ მშობლები? კი, სურვილი არის, მაგრამ აი ცოტა ფეხისთრევის ამბავიც ვაღიარებ პირადად ჩემგან. ხოცები რო წავლენ მე რა თქვა ესო იმიტომ რომ ცოტა ითქვა არის გულწრფელად რო თქვა ეს რეალობა ცოტა რამდენადაც არ მაშინებს იმ ამბავში რო აი თქვა არ მიუყვედინებას უბრალოდ და სადამდე შემიძლია წინააღმდეგობა გავწიო იმდენად მაშინებს იმ ამბავში რომ ანუ აი შვილის ამბავი უკვე ცოტა ის არის რა. ასუხისგებლობა. ხო აი სად რა მომავალს მივცემ არ ვიცი. სხვა შორის ეს სტატისტიკა ხო არის ძალიან შემცირებულია შობადობა და დიდწილად ზუსტად ეს არის ის გარემო სადაც ჩვენ და მთელი ოჯახებით ტოვებენ ქვეყანას და ჩვენ თათასაც და მეც არ გვინდა წასვლა, არც გვინდა მოგვიწიოს და ჯერჯერობით ხო აქ განვიხილავთ ჩვენს თავს, იმიტომ რომ ემიგრაცია ჩვენს დიდ ოჯახს ასევე ძალიან თათას ძმაც ემიგრანტია, ჩემი დაც ემიგრანტია, ასე რომ ხო. თათა, შენც ესე წარმოგიდგენია 10 წლის შემდეგ შენ, რაღაცა ბევრი ბავშვები, ლაუდაძეები უნდა გავზარდო. ბავშვებს უკვე ჭურჭელს რეცხავს ლევანი, შენ ბავშვებს ბანდა. კი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენში მზრუნველობა, როგორც თქვა ლევანი კარგი მეგობარია, მეც კარგი მეგობარი ვარ, ესე ვთვლი, იმიტომ რომ მიყვარს ადამიანები და ზრუნვა. და როცა ეს ჩემს გარშემო ადამიანებზე უზრუნავ, რა თქმა უნდა, ეს შვილის ამბავიც თავისთავად სასიამოვნო პროცესია ჩვენთვის. დარწმუნებული. ხო, და კიდევ უფრო ლამაზები ვიქნებით, რა თქმა უნდა, 10 წელს. უფრო ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ და სხვათა შორის დავაკვირდი, რომ ჩემი კლასელების ფოტოებს რო უყურებ, ეხლა ბევრად ლამაზები ვართ და ბევრად კარგად გამოვიყურებ. სხვა შორის ლევანიც რო გავიცანი, ეხლა ბევრად კარგად გამოიყურება ვიდრე ადრე. არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ ეხლა გამოიყურებით ორივენი ფანტასტიკურად და არაჩვეულებრივად. და ისე ეჭვიანია ლევანი? ცოტა მეც. მაგრამ ეს არ გავს რაღაცა. თავიდან უფრო ვიყავი და ეხლა რო ვიხსენებ ბოლო აი თავიდან პირველ 2 წელს რო ვიხსენებ ურთიერთობებისას აი დეგენერატ. არაფერზე ეჭვიანო უცებ. ხო რა და მე ნელ-ნელა უკვე აი კომფორტს რო იჩენ რომელიც უბრალოდ მე რო გავინახდეო.
არა, ხო, მე დღესაც ვფიქრობ, რომ განახდებული არ მაქვს ერთი წამით, ამიტომაც არის, რომ ზოგადად განახდებული ცხოვრებაში არავინ და არაფერი არ არის, ამიტომაც ვეცადოთ არ მოვდუნდეთ. თათა შენ? თან რაღაც ფანები ეხლა. ამას თავიდანვე განახდებული. მე თავიდანვე ისეთი ენერგიები ყავს. ანუ აყავს ხოლმე ესეთი ფანები? რაღაც ტიპია გოგოები. კი, არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები. ქუთაისში ვიყავით ერთხელ, ეგ ლაივი მახსოვს, კომენდანტის საათი იყო. ხო. და ანუ ვიყავით მოსწრებაზე, იმიტომ რომ მე იკეტებოდა ეს რიკოთის გზა და რაღაც ყველაფერი უნდა მოგვესწრო და ნუ რაღაცა პანიკა გვაქვს ცალკე რომ როდის გავალთ და რა არ სტრესი გახსოვთ ყველას რაც ხონდა მაშინ. და ნუ მანქანაში არიან უკვე გაიქცნენ ეს ბენდის წევრები ჩვენც და მოდიან ეს ფანები ძალიან ბევრნი. ტელეფონზე აწერია ლევან გთხოვ გამოდი. ერთი ფოტო გადაიღე ჩვენთან ტირიან რაღაცებს და მეთქი ლევან როგორ შეიძლება ეხლა მანქანაში ერთ და დროზე გადმოდი და რა თქმა უნდა მეც კიდე გადავიხვალე ჭვიანი. არა მეგონა ახლა მეტყოდი რომ გავჭედე გაზ დააჭირე ვუთხარ. მაგრამ წარწერებს გააჩნია რა არის სხვა წარწერებიც მინახავს. მეც მინახავს. ხო და ნუ ჩვენ ხო იცი ხა ძალიან ზრდილობიანი ფანები გვყავს. არ გადაკვეთენ წითელ ხაზებს. თქვენობით საუბრობ. მართლა აქედან ყველას მოკითხვა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენს ძალიან კარგი გულშემატკივრები ყავს მართლა ლევანს რაღაცნაირად და სხვათა შორის აქ ვიტყვი რომ მარტო ბენზი არა ჩვენც აი გრძნობთ ხოლმე რომ რაღაცა ჩვენი წყვილი და თათას მიმართ ძალიან კარგად არიან უცხო ადამიანები განწყობილები და ეს ძალიან მაგარია რა და ამანაც სტიმული მოგცა რომ თქვათ ერთ-ერთ სიმღერაში თათაც იყოს და ყოველ კონცერტზე ერთად მღერით ხოლმე და თათა მომიყევი შენი ჩართულობა ლევანის პროფესიულ ცხოვრებაში ხო? ნუ ალბათ იქიდან გამომდინარე როგორ არის? ხო, ნუ რაღაც ბოლო პერიოდში რაც ერთად ვართ ხო რაღაც სიმღერებს მიწყნის თავისთავად და მე გაჩნდა ეგ იდეა რომ ერთად შეგვესრულებინა ეს სიმღერა We Are One, რომელიც ერთ-ერთი მოსმენადია Spotify-ზე, აქვე აღნიშნოს. და ნუ მე ზოგადად მიყვარდა ყოველთვის სიმღერა, მღეროდი ხოლმე და რომ მოკრავდა ხოლმე ჩემს რაღაცა ხმას პანდემიის დროს. ადიოდა სცენაზე და ფარავდა. ადიოდა და ფარავდა, ეგრე შურით დაიწყო. ასე დაიწყო თქვენი დუეტი მახსოვს. თქვენ ლევანს არ ახსოვს. ჩვენ ქალებს გვახსოვს ეგეთი რაღაცა. არასდროს არ დამავიწყდება. კი გარყოფილი. ხო. და პანდემიის პერიოდში წერდით ხოლმე ლევანის არეპეტიციაში რაღაც ქავერებს, სიმღერებს დავდით ხოლმე Facebook-ზე და რაღაცა აქედან უფრო მეტად დაიწყო ალბათ რომ შემდეგ მივედით უკვე იქამდე რომ იმდენად ბევრ კარგ სცენაზე გამოვედი ლევანისთან ერთად რომ ცოტა მერიდება ხოლმე მეუბნები ლევანს იმიტომ რომ აი ბევრ მუსიკოს და მომღერალს შეიძლება გაუშვდეს რომ აი რაღაცა ამას იქ რა უნდა თითქოს აი მე რა პროფესიონალი ხო იმიტომ რომ რადგან მე არ ვარ მომღერალი ხო აი როგორ იცი აი დაახლოებით როგორც ჟურნალისტებში რო არის ხოლმე რომ პროფესიის ჟურნალისტი ვინც არის ის უფრო ნაკლებად ჩანს ეკრანზე და დანარჩენი სხვა პროფესიის ადამიანებმა შეითავსეს ეს სფერო და რაღაც ხო გვაქვს ხოლმე ჩვენც ესეთი გაკვრით რომ რაღაცნაირად გადავწერთ. ვისაც რა გამოსდეს, მე მაგალითად მესმის რასაც ამბობ შენ, როცა პროფესიით ჟურნალისტი კადრს მიღმავ, თქვათ და იქ ვიღაცა მოდელი თუ მომღერალი თუ არ ვიცი სახიობი მიყავს გადაცემა, შეიძლება იყოს ეს რაღაცა იწვევდეს პროტესტს, მაგრამ თუ კარგად გამოგდის, ეს ხელობა ჟურნალისტიკად, ისე მუსიკა. თუ ეს კარგად გამოგდის, შენ ახლა გინდა ჟურნალისტი იყავი, გინდა არ ვიცი, დურგალი. ხო და დღემდე სამწუხაროდ ეს თავდაჯერებულობა ვერ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, ანუ ეგ სოციუმის ბრალია, როგორ Killers-ის წინაც უმღერია. რა ვიცი, ოკეანელზის წინაც უმღერია ის, მაგრამ ვეუბნები ხოლმე, რომ ანუ შენ რო ვერ მღეროდე და აფუჭებდე სიმღერას, ანუ მარტო ჩემი მეუღლე რო ხარ, მაგის გამო არ გამოგიყვანდით ახლა. ხო, მაგრამ მაინც რაღაცა შინაგანი კრიტიკა მე ყოველთვის მაქვს ჩემს საქმეში, როგორც ჟურნალისტი, ანუ ასევე კრიტიკულად უყურებ და ალბათ ესეც მე გადადის სიმღერის დროსაც. ვინ უფრო ჭვიანია? მე უკვე მეცინება. ვინ უფრო მალე რიგდება? აჰა. ვინ უფრო ჯიუტია? ვინ უფრო რომანტიკულია?
არ ვიცი, დიდად არ. ალბათ რაღაცა ესე. ხო. ვინ უფრო კარგად ამზადებს საჭმელს? ვინ უფრო გვიანი? ვინ უფრო გვიანი ძინებს? ვინ უფრო ადრე დგება? აჰა. ვინ არის უფრო არაპუნქტუალური? ვინ უფრო ბევრს ლაპარაკობს? იმედია შენს თავზე გააკეთე, ხო? ვინ უფრო ბევრს ლაპარაკობს? ვინ უფრო ემოციურია? ვინ ბრაზდება უფრო ადვილად? ვის უფრო მალე ავიწყდება წყენა? ვინ უფრო ხშირად ამბობს მიყვარხარ? ალბათ ესე ერთდროულად ხშირად. და ვინ უფრო ხშირად ამბობს ბოდიში? სახე. ვინ უფრო ზრუნავს ხვებზე? ვინ უფრო მზრუნველია? არც მე თათას ჩავიჭერ. კაი, ვინ უფრო უწესრიგოა? ხო, კაი. თათა, თქვი? არ ვიცი, არც ერთი. კაი, შენ ცოტა მეტად არის. კარგი, ვინ უფრო მხარჯველია? მე. ძალიან კარგია. ვინ უფრო ხშირად იღებს გადაწყვეტილებას? ხშირად იღებს გადაწყვეტილებას. ლიდერი ამ ამბავში, გადაწყვეტილების მიღებაში, ვინ არის? ოჯახურ ამბავში თუ ინდივიდუალურად? ოჯახურში რაღაცა, ოჯახმა რაღაც უნდა გადაწყვეტოს. ნოტლე. ოკეი. იუმორის განცდა ვის უფრო მეტი აქვს? ანუ ვინ უფრო ბევრს ციცინის რა? ვინ უფრო ბევრს ციცილით აუცილებლად თათა, იმიტომ რომ მე მაქვს იუმორის გრძნობა კარგი. არ შემიძლია. ვინ უფრო სერიოზულია? სიურპრიზები ვის უფრო მეტად უყვარს? ალბათ კაი. იმედია შენ ჩემზე გერთით. ტელეფონში ვინ უფრო მეტ დროს ატარებს? ბოლო პერიოდში კარგი, ვინ უფრო მეტად ზრუნავს ჯანმრთელობაზე? ვის უფრო მეტად უყვარს ტკბილეული? იმიტომაც ზრუნავს ჯანმრთელობაზე. სახში ვის უფრო მეტად ურჩევნია ყოფნა? ოკეი. სელფებს ვინ უფრო ხშირად იღებსო? თათა მე მგონი შენ. კაი. ვინ უფრო ოპტიმისტია? და ბოლოს ვინ უფრო ხშირად ამბობს? მოდი წავიდეთ სადმე. გავიღვიძეთ. გაიღვიძეთ. იმდენი ხანი და იმაში რა ქვია, ეთერში რომ ჩემზე რომ გონი, კაი. კაი, ძალიან ეთერში ნახავ. ეთერში კაია, კი. კი, კარგია, მიყვარს მე ეს თამაში. იმაზე ქიზოი. ეხლა მე მინდა რომ ვისაუბრო ჩემს საყვარელ თემაზე და აბა თუ გამოიცნობთ რა არის ჩემი საყვარელი სასაუბრო თემა? პოლიტიკა. საყვარელი თემა. მაგრამ საყვარელი არ იქნება, ხო? აი ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლევანთან მიმართებაში. მუსიკა. აჰა. და რომელი? კარგი. აბა რომელი? კონკრეტულად რომელი? სავარაუდოდ ხო? World in my eyes. იცი რა არის? აი ხა ჩვენ სხვადასხვა სანამ დავიწყებდით გადაცემას ჩემს ემოციებს ვუზიარებდი ლევანს და მე შევწყვიტე რომ მეთქი მოდი იქ მოგიყვები მეთქი ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს.
არც როგორ უნდა დავუძახო მუსიკა, კომპოზიცია, ჰიტი. სახალხო. ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობთ, რომ ეს არის უკვე სახალხო სიმღერა. სახალხო სიმღერა. იმიტომ რომ თითქოს ჩვენი აღარ არის და არის ხალხის. ამ სახალხო სიმღერას აქვს კიდევ დამატებითი სხვა დატვირთვა და ემოცია. ჩემთვის მაგალითად სულ მახსენდება პროტესტზე როგორ ცეკვავდნენ პენსიონერები, ბებოები, ბავშვები, სტუდენტები. ეს არის სახალხო სიმღერა, იმიტომ რომ იმედით გავსებს რა. არ არსებობს რომ ამას აცდე. ამის მოსმენა არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი რაღაცა, რისთვისაც თურმე ღირდა, რომ აი ამდენი წელი ამ საქმეში ვიყოთ და მადლობა იყო ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვათ დღემდე უსმენს და ჩვენთვის ზოგჯერ ცოტა გასაკვირია ხოლმე, ანუ ამდენი წლის შემდეგ. იმიტომ რომ თავიდან მე გეტყვი რატო ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ჩემი აზრით ამ სიმღერას აქვს მეორე ცხოვრებით დაიწყო, აი პროტესტების შემდეგ კიდე სხვა დატვირთვა შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება. შეიძლება ითქვას მასედაც, სანამ ამ თემას გავაგრძელებ, მანამდე ალექსანდრე დოლიძე მინდა მოვიკითხო აქედან, ის ადამიანი ვისთან ერთადაც დავიწყე საერთო ჯგუფი და მისი ძალიან დიდი წვლილი არის, რომ ეს სიმღერა არის ისეთი, როგორიც არის ჩვენი პირველი კიბორდისტი, კლავიშისტი, ახლას ეძახიან. და ხო, იცი რა არის, ანუ თავიდან არ გქონდა ესეთი პოპულარობა. რაღაცა პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 2019 წელს, უცებ ავარდა მოსმენები, უცებ დაიწყო ხალხმა ესე მასშტაბურად მოსმენა. და ხო, აქციების დროს, აი, როდესაც პირველი რუსული კანონი იყო, მაგის შემდეგ ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მეორე სიცოცხლე შეიძინა, იმიტომ რომ ჩვენც გვიკვირდა რატო, ანუ რა აქციებთან რა კავშირში არის. ხო, ალბათ ბევრ ადამიანს ჰქონდა იგივე კითხვა, მაგრამ შემდეგ რო ვფიქრდები, აუცილებელი არ არის, რომ აქციასთან დაკავშირებული იყოს მხოლოდ საპროტესტო შინაარსის სიმღერა. ალბათ სწორედ იმიტომაც დაკავშირდა, რომ ბევრ ადამიანს აერთიანებს, ბევრ ადამიანს ახსენებს რაღაცა წარსულის ემოციებს, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს კომენტარების კითხვა და კომენტარები არის ძალიან ემოციური ხოლმე, რომ აი რაღაცა მე მახსენდება, როდესაც ერთად ვუსმენდით და ისე მიყვარხარ და ასე შემდეგ. ძალიან მომზადებული ვარ, მომისმინე, ეხლა ცოტა ხანი მე მომისმინე. ჩუმათვად. 17 მილიონი ნახვა აქვს ახლა YouTube-ზე და კომენტარები არის საოცარი. რამდენიმე კომენტარი ამოვიწერე. ძალიან ემოციური ვარ მე და ყოველთვის როცა ასეთ რაღაცებს წავაწყდები, ემოციის გარეშე ვერ ვტოვებ. ამ სიმღერაზე კორპუსის სახურავზე ვეცეკვე ჩემს შეყვარებულს. მახსოვს როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს, როგორ გავცემდით ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. მახსოვს იასამნისფრად ჩადიოდა მზე, ჩვენ მაინც გაუჩერებლად ცეკვავდით. მოიცადა ერთი წამით, არ დამისრულებია. რამდენიმე წლის წინ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრებიც ასე იყვნენ. მანქანით სადღაც მივდიოდით და ტირილი მომინდა. ეს მუსიკა ჩავთე და ტირილი კი არა, ყველა ისე დავმშვიდდით, 10 ჯერ მაინც ჩამართვევინეს. ბედნიერი ვიყავი, რომ მათ სახეზე დიდი ხნის მერე ღიმილი დავინახე. გმადლობთ და მადლობას გიხდით. კიდევ ერთი კომენტარი. ახლა 2023 წლის 31 დეკემბერია. დილის 6 საათი. იმ საწოლში ვარ ჩათბუნებული, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. ყურსასმენებში ვუსმენ მუსიკას, ამ მუსიკას და უდიდეს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას ვგრძნობ. ცოტა მეტირება. მართლა მეწამეტირებს. რატომღაც ვგრძნობ, რომ მე მგონი ყველა დიდია. მე მგონი ცუდად არის ჩემი. ხო და როდესაც ესე განებივრებს შენი მსმენელი, რა უფლება გაქვს რომ გაჩერდე, ასე რომ და მათ გვერდით არის. ხო და ერთი ადამიანი წერს რომ რატომღაც ვგრძნობ, როცა ვუსმენ რომ ყველაზე დიდი და ბედნიერი ორმხრივი სიყვარული ახლა უნდა დაიწყოს ჩემს ცხოვრებაშიო. აი ადამიანი შეყვარებულიც არ არის და ამას გრძნობს. ანუ ეს არის რომ იმედს გაძლევს. ყველას გვჭირდება ეგ. სხვათა შორის არა მარტო მსმენელისთვის ახლა დავფიქრდი ამაზე და ჩვენთვისაც იმედის მომცემი სიმღერა არის ჯგუფისთვის, იმიტომ რომ იმედს გვაძლევს, რომ კი, ანუ
რთული პერიოდები არსებობს, თუნდაც ახლა რაშიც ვიმყოფებით და ეს საერთოდ არ არის სახარბიელო პერიოდი ჯგუფისთვის, მაგრამ ხო გადალახვადი არის და რაღაცნაირი ეს სიმღერა ჩვენთვისაც შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გამწევი და ლოკომოტივი არის, ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ალექსანდრე დოლიძეს, რომლის დიდი წვლილი არის, როგორც აღნიშნე და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღემდე თუნდაც თვეში ერთხელ უსმენს ამ სიმღერას. თათა და სხვათა შორის ყველაზე ხშირად რაც მისმენია კიდე ლევონზე, რომ აი რანაირი ხმა აქვს. ქართველია? ეს ბიჭი ქართველია? ინგლისურთან ერთად, ნუ დიწევთ ინგლისურად მღერენ, მაგრამ ქართულად, როდესაც მღერის, ჩემი აზრით, რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი თავარი საქმე უნდა იყოს ლეონის, რომ იმღეროს ქართულად, იმიტომ რომ ძალიან უხდება. ძალიან შთამბეჭდავი ტემბრი აქვს ხმის. როდესაც ჯგუფმა დავიწყეთ დაკვრა, რადიკალურად განსხვავებული ხმა მქონდა, იმიტომ რომ სიმღერა დავიწყეთ ჯგუფში, მანამდე არასდროს მღეროდი. თან იმ პერიოდში, როდესაც აი კიდევ ეს გარდატეხის წლები იყო და მე ის რაღაცა სხვანაირი ხმა ნელ-ნელა შეიცვალა და რაღაცა ტრანსფორმირდა ასეთ ხმაში. ზოგს იყენებს სპეციალურად ვიბოხებდი, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხა ამდენი წელი რომ ვიბოხებ ხმას. და ის რა მაინტერესებს და მართალია რომ ბავშვობაში არ იყავი მუსიკით და ინტერესებული? არასდროს არა, ნუ ეს ცოტა ისეთ ნათქვა, მაგრამ მელომანი არ ყოფილი. მელომანი ალბათ 15-16 წლამდე არ ვიყავი, არც უსმენდი მუსიკას პირიქით. ჩემებმა როდესაც შემომთავაზეს რომ ზამოდი შვილო გიტარაზე მიგიყვან და მეთქი რა გიტარა, ანუ რა თმინდა გიტარა, ეს იყო 13-14 წელი. სწავლობდი. კარგად სწავლობდი. 13 წლამდე ფეხბურთზე დავდიოდი, მე გამოვედი, იმიტომ რომ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო სხვათა შორის. 13 წლის რო ვიყავი, მე გამოვედი ფეხბურთიდან, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიკვებებოდი. სკოლიდან რომ მოვდიოდი, აუცილებლად ეგრევე უნდა მემეცადინა, სანამ ვარჯიშზე წავიდოდი და რაღაც ერთ თვეში ისე დავსუსტი. რაღაც და შემდეგ ანუ 15 წლის ამ გავამხელ მაშინ ხა 15 წლის ვიყავი, რომ ძალიან აქტიურად დავიწყე ადრიანო ჩელენტანოს მოსმენა. ვიცი. კოცებო, იმასაც ვერ ხვდებით კომპრომატი რა არის. ფრედი მერკურიო რო ეძახით. ჩელენტანოს უსმენდა ეგ წერეთ. და best of მქონდა ჩელენტანოსი და თვითონ უსმენენ ჩელენტანოს და ვერ ხვდები. არა, ძალიან აქტიურად, რამდენიმე თვე ძალიან აქტიურად უსმენდი. და შემდეგ უკვე ნელ-ნელა წამოვიდა. ანუ სულ უსმენდი ჩელენტანო? ეგრე დაიწყო. სულ უსმენდი ჩელენტანოს რა. რატო? ნეტა სოპრანოს ყურება მაშინ დამეწყო. არ ვიცი, აი რაღაცნაირად მე მიყვარს ჩელენტანო. მეწონა და დღემდე ვთვლი, რომ ძალიან გემოვნებიანი და ხარისხიანი მუსიკა აქვს და უბრალოდ დღეს შეიძლება უბრალოდ აი მეგობარს თუ ვეხუმრები იმ ამბავში მოვისმენ. და რა გავს. ხო და შემდეგ უკვე გადავედი როკ მუსიკაზე, პირველი ჯგუფი, რომელიც VH1-ზე ვნახე ვიდეო და გამოვშტერდი იყო Audio Slave და რომლის ალბომსაც მთელი თბილისი ვეძებდი და შემდეგ უკვე გამიჩნდა ის, რომ გიტარაზე დაკვრა მესწავლა. და შვილო აქამდე სად იყავი და ანუ გიტარაზე დაკვრა, როდესაც მომიდა ვიყავი აბიტურიენტი. წარმოუდგენელი. დედაჩემმა მოდი რა მიხედე ჯერ სწავლასო. რა დროს შენი გიტარა? რა დროს შენი გიტარაო, როცა გეუნებოდით მაშინ დაგეწყო და ერთი წელი ვიცადე და შემდეგ როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში შეგროვებული ფულით ნაყიდი გიტარით დავიწყე გიტარაზე დაკვრა და ძალიან ბედნიერი ვარ დღემდე იმ ენთუზიაზმით მეცადინეობ ხოლმე როგორც ვიყავი თავიდან ასე რომ ეს მეცადინეობის რიტუალი ლეონთან ძალიან ისიარო. ძალიან გამიმართლა. ცალკე თავისი დრო აქვს. და მე მინდა კითხო, როგორ მოხდი შენს პროფესიაში, ჟურნალისტიკა და თათა როგორ გადაება ეს ამბავი? ძალიან საინტერესო ისტორია. ნუ მე დამთავრებული მაქვს ეს პროფესია, ჟურნალისტი ვარ განათლებით. და როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან ეს რაღაც უფასო სტაჟირებები, არსად რო არ აყავდი არავის და უბრალოდ უფასო მუშარო იყავი. დაუსრულებელი. ხო. რაღაც იმედი რო გადაგეწურება და მე რა უცებ რაღაც გამო. მე 6 წელი რო გადის და კიდე რა სტაჟირებაზე ხარ. ანუ ბევრია ასე და ნუ კატასტროფა კოშმარი. ჯერ ბევრი გაქვს ასწავლე. ჯერ კიდე უნდა დაამუღამო. ხო, აი რა. ეტლეჩკის მიმაგრება. არ გამოგდის. ზუსტად ანუ რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანაში ეგ პრობლემა მგონი დღესაც მაინც არის.
და ნუ გამიმართლა, რადგან ერთ-ერთ არხს ჰქონდა პრაქტიკული აკადემია, სადაც სამთვიანი კურსები უნდა გამიარა და ნუ რა თქმა უნდა მე მქონდა გამოცდილება, უბრალოდ ეს იყო რაღაცნაირი გზა, რომ შემეღწია ტელევიზიაში, გამიარა ეს რაღაც კურსები და შემდეგ როგორმე მიმეღწია იმისთვის, რაც მინდოდა. და დაახლოებით 1 თვეში სანამ დავასრულებდი ამ კურსს, უკვე ამიყვანეს როგორც გადაცემის წამყვანი კულტურის მიმართულებით. რასაც დღესაც ვაკეთებ, იგივე გადაცემა მაქვს 8 წელია კულტურის მიმართულებით. აი გისმენ ახლა რაღაცნაირ მეტყველება გაქვს სუფთა, აი წამყვანი ხარ, აი ლაპარაკობ და აი ბაზარშიც რო შეხვიდე რაღაცა 10 ლარად ხორცის საყიდვად. იქაც მიხვდებია რომ შენ წამყვანი ხარ. ისე უკვე არის რაც რომ აქედან რო გავიაროთ, არის ხო? ეტაკეთ. კი და თათაზე რაც თავარია, აი თათამ ჩემში შემოიტანა, ეგ უნდა აღნიშნო აუცილებლად რა, თუნდაც ჩაცმულობის ამბავში ფერები, სულ შავი მეცვა ხოლმე. მართლა სულ შავი. ფერები, ასევე ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ თათას ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არის ძალიან კომუნიკაბელური, აინტერესებს ახალი ადამიანების გაცნობა. ხო და მე ყოველთვის ვიყავი, ანუ აი ვისაც ვიცნობ და კომფორტულად ვარ ძალიან. და მე მივხვდი რომ ადამიანებთან კომუნიკაცია პირველ რიგში შენ გზრდის, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოგეწონოს ის ადამიანი ან მისი აზრი. შეიძლება საინტერესო სპირიტი, შეიძლება რაღაცა კონდეს, რომელიც რაც საინტერესო იქნება რა. ულვაშები. აჰა. რა ხდება ხა როდის გაჩნდა ულვაში? საკეთებს ახლა თუ დაინახეთ, ამას აკეთებს ხოლმე დღეში არ ვიცი რამდენჯერ. შეგიძლია გვაჩვენო კიდე. ზოგი პანიკურად ვაკეთებ ხოლმე. არა, რაღაცა კონკრეტული თანმიმდევრობა აქვს და ეს უბრალოდ არ არის გასწორება, რაღაცების აფუმფულება. ბოლო პერიოდი, როგორ შევა პირიქით იფუმფულე? ხო, გააკეთე რა. ესე და ამ ორთიჩი ეს ისინი თუ კარგ კომფორტულად არ ზის. ხო და ზოგჯერ პანიკურად მეწყება ხოლმე, მართლა, ანუ ბოლო კვირებია უყურებთ სოპრანოს რა, რატომღაც გადავწყვიტეთ რომ სერიალის ყურება ეხა დაგვეწყო და ნუ აი ხო აღფრთოვანებულები ვარ და ერთად უყურებთ. ხო და აი უკვე სახლში რაღაცა ესე ვლაპარაკო. კეკოზა. და მაგდროს რაღაცა ხო, პასტას ხშირად ვაკეთებთ ხოლმე სახლში და მაგიტაც მე რა. ხო და სოპრანოს დროს ესე და აი ფეხბურთის ყურების დროს ესე და ზოგჯერ ეს ცოტა ისე გამომხედავს ხოლმე და აი ზოგჯერ დედა ჩემი კარგი დაანება ულოშებს თავი და ანუ აი და ხო აი ზოგჯერ ის არის ხოლმე და საიდან წამოვიდა ულოშები? კი. მამა ჩემს აქვს ულოშები. ძალიან გვანან ერთ. კონდა თურმე ულოშები. მე არ ვიცი ვერ მოვესწარი და მაგრამ თავიდან მამაჩიმა მითხრა რომ არ გინდა ულოშები მოდი მეთქი რა ულოშები ანუ რა მე რა ულოშებით ვიაროთ ორივემდე და სადღაც 2012-13 წლიდან ულოშები დავიტოვე. ლაუდაძე კი გახდი, მაგრამ ულვაში შევასრულე. იმის მერე არც მომიცილებია და ხო უკვე რაღაცა ესეც ის არის რეკვიზიტი არის ჩემი. მართლა ვერ წარმომიდგენია ულვაშის გარეშე გონია რა. მეც ვერ წარმომიდგენია შეიძლება დამშვრიდეს. ეს არის შენი, ეს ყოფილა შენი ამბავი. და ეს როგორ მეხუმრები ხოლმე? ვარდისფრად რა შეიძლება? არა, ვარდისფრად არა, ესე მოდის ხოლმე და როგორ არა, რაღაც მომენტში შეიძლება უცებ ანუ ის ფეიქი რო იყოს და ეგეც ფეიქი უნდა. ეხლა რო საუბრობ და ნახევარი რო მოგწრეს. სხვადასხვა აი ამას მე მგონი ყველა ულვაშიან ბიჭი იკეთებს. ეს ახლა ჩვეულა. აი სხვადასხვა ის აქვს ოღონდ ყველას რა. აი როგორ მაგრამ აი რა მომენტში იკეთებს ის უნდა დავამუღამოთ. რო ნერვიულობს, რო იცინის, აი რა მომენტში. რო ფიქრობს ან რაღაცას უყურებს. Thinking man. ხო, კი. ნეიროზი რო შემომაწვა. ნეიროზი არ გავს. სერიალების ყურება ერთად გიყვართ, ერთად უყურებთ? ჩვენ ყველაფერი. ვინმე გავაკეთეთ ერთად წინა სერიალზე და მე ჩხუბობს რატო არ დამელოდე? არასდროს. ანუ ზოგჯერ არის ხოლმე. არა, მაგრამ აი რომ ხვიდა და ორი სოპრანო სერიის, სოპრანოს ორი სერია ნახე. მე მოუწევდა ისტორი თავიდან ენახა და. იცით რა, ხო, ანუ მაგას ამას არ გავაგებინებდი, რომ თავი მაგას თუ გავაკეთებდი, ვერ გაიგებდა რომ ნახე და აუცილებლად ისე უყურებდი, რომ და ანუ საკუთარ თავს არ გავაკეთე. ეს მოკლე სოპრანოს.
ანუ ეხლა აღიარა რომ აღიარა უყურებს ხოლმე და მე კიდე ერთხელ უყურებ. არასდროს სხვათა შორის აი რაღაც სერიალები არის ამას რო ვთქვამს რომ ხო არ დავიწყო და მეთქი არ მინდა ცალკე თუ გინდა ნახე და ცალკე უნახავს მაგრამ რასაც ერთად უყურებთ ეგეც ერთ-ერთი კომფორტი არის ჩვენი რომ აბა რა ვნახოთ ფილმს აარჩევ მოდი მე ავარჩევ მოდი ისევ რაღაცა დაწყებული რაც არის სერიალი ეგ ვნახოთ და ხო ფილმები სერიალების ყურებაც ჩვენი ერთ-ერთი ყოველ ცხოვრების შემადგენელი კულინარია და ნუ ეს ყველაფერი და მუსიკას როდის წერ და როდის იქნება ეს ყველაფერი და როგორ იქნება და არის თუ არა საჭირო არ ვიცი რაღაცა ხასიათზე უნდა იყოს უნდა გიწყობდეს ხელს თათა და ცხოვრება და პოლიტიკური რა ვიცი მდგომარეობა იცი რა ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი არ ვიცი ძალიან ინდივიდუალურია ეს ამბავი თუ რამე დაწერილა მაგალითად აი თუნდაც საპროტესტო მიმართულებით როგორ გავძლებთ აქ მაგალითად რომელიც პირდაპირ იმ რეალობაზე არის რაშიც ცხოვრობთ არა მარტო პროტესტი არამედ იმ რა ვიცი დაუსრულებელ სევდიან და მელანქოლიურ რეალობაზე ხო სადაც ვიმყოფებით მაგრამ ეს აი აქცია არის რაღაცა მოხდა და მოდი სიმღერას დავწერ მასე არასდროს ყოფილა ან მაგალითად უი დღეს რა კარგი დღე მქონდა მე და თათას მოდი სიმღერას დავწერ არა ყოველთვის პროდუქტიული ვარ მაშინ როდესაც ბევრს მუშაობ ანუ რაც უფრო ბევრს უკრავ ბევრს რეპეტიციობ ჯგუფთან ერთად უფრო მეტად პროდუქტიული ვარ არ არის აუცილებელი რომ ყველა იდეა სიმღერად იქცეს მაგრამ იდეები არის იმის მანიშნებელი რომ პროცესი მიმდინარეობს რა და როდის აი მაგალითად ყოფილა ადრე წლების წინ გამიკეთებია რაღაცა უბრალოდ იდეა, მაგრამ სიცოცხლე შეუძენია ახლა. ასე რომ ამას ვერ გავთვლი როდის წერ, მაგრამ ის ვიცი რომ როდესაც იდეა მოდის, ღამე ვერ ვიძინებ და აი ლოგინში ჩვეულებრივ ეს მე მგონი უკვე ხაკურობ ხოლმე ლოგინში. ეგ უკვე ყველა ვიცის რომ ლევანი თუ სიმღერას არს ღამე ვერ ვიძინებ, იმიტომ რომ რაღაცებს აკეთებს ფეხით ითვლის. დრამს ვაწყობ რაღაცა და მე დილით 6-ზე უნდა გავიღო და ლევან. და ერთხელ გაიღვიძა და ლევან რა შვები და სიმღერას წერდა. თათა და პროტესტზე მინდა კითხო საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეები ხართ თქვენ და როდის გაჩნდა პოლიტიკა თქვენს ცხოვრებაში და ძალიან ხშირად ყველაზე მეტად რასაც პროპაგანდა ეუბნება იმ ადამიანებს ვინც არ არის აქტიური პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკოსი არ არის რომ თქვენი საქმე არ არის შენი საქმეა რომ მუსიკა წერო შენი საქმეა რომ ხელოვნებაზე ისაუბრო ამაზე რას უპასუხებდი ну, ჩემთვის ეს კულტურის მიმართულებით მუშაობ, მაგრამ ჟურნალისტი როგორც ვარ, ასევე ვარ ყოველთვის დაინტერესებული იმ საკითხით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში, ასე რომ, როდესაც 2012 წელი იყო, მაშინ მქონდა ყველასთან კონფლიქტი, რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინათ და რაღაცნაირად სულ მიწევდა პოლიტიკაზე საუბარი და კამათი უცხო ადამიანებთან, რომ რას ვაპირებთ და რას ვგეგმოთ და რა უნდა ავირჩიოთ. ამიტომ ჩემთან პოლიტიკა ყოველთვის იყო, შეიძლება ისე ითქვას. მაგრამ ჩემი დამსახურება შეიძლება იყოს ის, რომ ლევანი უფრო მეტად არის ჩართული თავიდან პოლიტიკის მიმართულებით. იმიტომ რომ ჩვენ დრო შევხვდით ერთმანეთს, მაშინ მალევე იყო უკვე არჩევნები 2016 წელს და ლევანს არ უნდა და არჩევნებზე წასვლა გავიგე. და რას ქვია? რას ქვია არჩევნებზე არ უნდა წახვიდე? შენი ქვეყანა არის და ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? და ნუ მოკლედ. ხო. მეთქი ის ბონჟურ სიტყვა ხო წავიღო უკან. რა ხდება მეთქი? მაგრამ ხო. მაშინ არ იყო ისეთი საშინელი სიტუაცია, ნუ არ იყო კარგი, მაგრამ შედარება არ არის, ალბათ დღევანდელ დროსთან შედარებით. მართლა შედარება არ არის. და ამიტომაც შეიძლება ითქვას რომ აიწულა რა ლევანი წასულიყო არჩევნებზე და მიეცა ნებისმიერი შეიძლება ითქვას ჩემში რომ იყო პრინციპში დამძვრე მიუხედავად იმის გამააქტიურებელი პოლიტიკური კი მიუხედავად ჩემი ბრალია რომ მანამდეც რამდენჯერმე დაკრული ჰქონდა ისეთ კონცერტზე მაგალითად რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იყო მიმართული აი შიდა პროცესებში უფრო აქტიურად ჩართულობა რასაც კი არის
მოქალაქე ვიყო, რომელსაც აინტერესებს რა ხდება, რაში იხარჯება ჩვენი ფული და ასე შემდეგ. ხო, აი ეს პროცესი ამ კამათებში და იმებში დაიძრა და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ აი გავრილოვის ღამე იყო ის, რომელიც უკვე მე უკვე თავისით, ხო. ხედავ რა საინტერესოა ადამიანების ურთიერთობა და არ ვიცი, კაი სიტყვა თუ არა და სწორად შერჩეული სიტყვა თუ არა, მაგრამ სწორად შერჩეული, არ ვიცი, პარტნიორი, არ ვიცი ეს თანამოაზრე. კაი გაგები თუ ამბობ ამას, თანამოაზრე რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცა იმ ძალიან საჭირო დროს, ძალიან საჭირო მომენტში ისეთი ბიძგი მოგცეს, რომ გაპოვნინოს საკუთარი თავი. ზოგისთვის შეიძლება კომფორტი ის არის, რომ უბრალოდ ყველაფერზე ერთ აზრზე იყვნენ, მაგრამ ეხა ისეთი ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე. თუ ორი ადამიანს ერთმანეთთან აქვს ურთიერთობა და პრეტენზია აქვს რაღაცეებზე, პირიქით, ხო, აი კამათში იბადება ის მნიშვნელოვანი გზები და იკვეთება და ჩნდება ის მნიშვნელოვანი გზები, რამაც შეიძლება ზუსტად რას თქვი, რომ თავი აღმოგაჩენიოს სახლიდან. დღეს არ შეიძლება ალბათ, რომ პოლიტიკით დაინტერესებული არ იყოს ადამიანი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე, ხო? იმიტომ რომ ჩვენს ყოფაზე არის ეს ყველაფერი, რა ფასად ვიყიდით, თავისუფლები ვიქნებით, არ ვიქნებით. შვილები გვეყოლება თუ არა, არ იყო ნამდვილად არც მარომაყაშვილის საქმე იყო პოლიტიკით დაინტერესება და რომ შეეწირა მის ქვეყანას და მილიონი ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი ისტორიული ფიგურა, რომელიც საქმე არ ყოფილა სამშობლოს დაცვა, არ ვიცი, არ გვიწერი, ამაზე არ აბარებენ ადამიანები და ეს პროფესია არ არის, მაგრამ ეს ყველას ჩვენი ვალდებულება, თუ კი მოქალაქეები ვართ. როდესაც ჩვენზე მოქმედებს ბოდიში ყოველდღიურობა, ანუ პირადად ჩემზე მოქმედებს, მე როგორ ვიცხოვრებ, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებ და მაშინ უფლებას დავიტოვებ, რომ მეც ვეცადო, რომ ისეთი რეალობა შევქმნა, სადაც არა მარტო მე თითოეული ადამიანი იცხოვრებს კარგად პირველ რიგში. ბავშვები იცხოვრებენ კარგად, ყველას ექნება წამალი, არის იმშილებენ ბავშვები, ყველას უფლება დაცული იქნება, ხელსახუცის როლის გამო ადამიანები ციხეში არ იქნებიან და აუცილებლად თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და არ ვიცი, გვეღირსება რა ამ ქვეყანას მართლა ერთხელ და სამუდამოდ ეღირსება, რომ რაღაცა ნორმალურ გარემოში ვიცხოვროთ რა და რავი, რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ქართული ოცნების მხარდამჭერები ამას, მათთვისაც უკეთესი იქნება რა. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი, რა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, რასაც ამბობთ, რასაც ქმნით, რასაც აშუქებთ. ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაღაც იმედის მომცემი არის ჩემთვის თქვენნაირ ადამიანებთან ურთიერთობა. მადლობა ამისთვის. მადლობა, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი სტუმარი. მადლობა. წარმატებებს ვუსურვებთ თქვენ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მართლაც საინტერესო. ძალიან ვისიამოვნე მე პირადად და იმედია ჩვენი მაყურებელიც. მადლობა თქვენ დაგემშვიდობებით. თქვენ უყურებდით და უსმენდით მისმინეს გადაცემას ვიკასთან. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.